აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით მუშაობა საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა დაიწყო. ეკონომიკური სარგებელი თუ ეკოლოგიური საფრთხე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე პირველი საჯარო დისკუსია მოაწყო. მოსალოდნელ შედეგებზე ახალგაზრდა პარლამენტარებმა მოწვეულ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სტუდენტებთან ერთად იმსჯელეს შეხვედრის მონაწილეები ჰესების აშენების შემთხვევაში ყურადღებას ახალი ეკომიგრანტების გაჩენაზე ამახვილებენ. მშენებარე ჰესების თემაზე დღეს საკუთარი პოზიცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ დააფიქსირა. ახლა ნორვეგიული კომპანიის წარმომადგენელი ესწავიდა იმ შეხვედრიდან და მე როგორც ახლა ის ბოლომდე დავრჩი და ერთი მარადიდის თემას. ვფიქრობ, გადასახედია ძალიან ბევრი საკითხი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, ეკონომიკური სარგებელი უფრო მეტია აღნიშნული საკითხიდან თუ ეკოლოგიური საფრთხე. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დისკუსიები, იმიტომ რომ გამოიკვეთოს ის საჭიროებები, ის საფრთხეები, რაც არსებობს და ვფიქრობთ, რომ შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. ჩვენი კომიტეტი ასევე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად აპირებს თანამშრომლობას. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელსაც აუცილებლად გადავცემთ სამინისტროს. არა, გამორიცხული მოსალოდნელი იყოს დომინოს პრინციპი, რომელიც მოხდა ჩინეთში და სამწუხაროდ 250,000 ადამიანი ემსხვერპლა ერთი დღის განმავლობაში. ეს დომინოს პრინციპი რაში მდგომარეობს? ის სეისმურ გრადობაზე, როდესაც არაა გამოკვლევები ჩატარებული და გაუძლებს თუ არა მიწისძვრის დროს ის ვთქვათ კაშხალი, რომელიც შენდება ყველაზე მაღალ წერტილში, ხულოში. შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ კასკადები შენდება ელექტროსადგურების შეუმოწმებლად და მათემატიკური მოდელირების გარეშე ესეთი რამის გაკეთება არის ყოველად დაუშვებელი. როგორც ჩვენ ვიცით, 57 შენიშვნა მიცა გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ მშენებარე კომპანიას გარემოს დაცვის ესე იგი შემუშავებულ პროექტში. შენიშვნები ეს ნორმალურია, არც ერთი გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ არსებობს შენიშვნების გარეშე. წარმოუდგენელია, რაც არ უნდა გაცხრილული იყოს, შენიშვნები ყოველთვის არის, ეს სამუშაო პროცესია, მათ უნდა წარმოადგინონ ტექნიკურ ეკონომიკური დასკვნები, გარემოზე ზემოქმედების შეფასება ამ მიმართულებით, რა იქნება დადებითი, უარყოფითი მხარეები და ამის მერე უკვე, როდესაც ეს დოკუმენტი შევა გარემოს დაცვის სამინისტროში, მოხდება მსჯელობა და ამის მერე გაიცემა მშენებლობის ნებართვა.